თუ ძალიან ცოტა სჭამ, მაგრამ წონას მაინც ვერ იკლებ ან პირიქით იმატებ, მაშინ ამ ვიდეოს ბოლომდე უყურე, იმიტომ რომ აქ ახსნი რა იწვევს ამ პრობლემას და რისი გაკეთება შეიძლება, რომ წონა საბოლოოდ დაიკლო. ძალიან ბევრს თუ არ გვითქვამს, გაგვიგია მაინც ფრაზა, არაფერს არ ვჭამ და წონას მაინც ვიმატებ. სანამ ნუტრიციოლოგიაზე რამეს ვისწავლიდი, ყოველთვის მეგონა რომ ეს ხალხი იტყუებოდა და საკუთარ ქმედებებზე პასუხისმგებლობის აღებას ასე გაურბოდა. მაგრამ რაც დრო გადის, მით უფრო ვწმუნდები, რომ კი, არსებობს ისეთი ხალხი, ვინც მართლა იტყუება, მაგრამ ასეთი ძალიან ცოტაა და უმეტესობა მართლა ვერ არკვევს, რანაირად იმატებენ წონას, მიუხედავად იმისა, რომ თითქმის არაფერს სჭამენ. რომ დაფიქრდე, ეს ერთ-ერთი ყველაზე ცუდი მდგომარეობაა, რომელზეც შეიძლება იყოს. წარმოიდგინე, გონია, რომ კალორიულ დეფიციტში ხარ, მაგრამ სასწორზე ციფრი ნელ-ნელა მაღლა ადის. რა უნდა გააკეთო ამ შემთხვევაში? კიდევ უფრო შეამცირო საკვების რაოდენობა და მთელი დღე მშიერმა იარო, გაზარდო ფიზიკური აქტივობის რაოდენობა, როცა საკმარისი საკვებს არ იღებ და ენერგია არ გაქვს, თუ საერთოდ დანებდე წონის კლებაზე და თავი დაანებო. პასუხი ამ კითხვაზე ბევრისთვის ძალიან მოულოდნელი იქნება, მაგრამ სანამ ამაზე გადავალთ, მოდი ჯერ მარტივი მიზეზები მოვიშოროთ თავიდან. ესენია მიზეზები, რატომაც შეიძლება ცოტა სჭამდე, მაგრამ წონას მაინც ვერ იკლებ. პირველი მიზეზი არის აღქმისა და რეალობის ცდომილება. როცა ადამიანი იძახის, ძალიან ცოტას ვჭამო, რაც გულისხმობს სინამდვილეში ამით. ადამიანებს არც ისე ზუსტი მეხსიერება გვაქვს, განსაკუთრებით როცა საქმე საჭმელს ეხება. დღის განმავლობაში შეიძლება ძალიან ბევრი საქმე გქონდეს და ზუსტად რა ჭამე და რამდენი ვერ გაიხსენო. ჩვენი ტვინი კი ხშირად ალამაზებს ფაქტებს და ამრგვალებს რაოდენობებს. კვლევები არსებობს ამ თემაზე და აღმოჩნდა, რომ პროფესიონალი დიეტოლოგებიც კი ხანდახან არასწორად გადმოსცემენ მიღებული საკვების რაოდენობას. დაახლოებით 10-15%-ის ცდომილებით. ჩვეულებრივი ადამიანები 20%-დან ზევით. ეს იმიტომ არაა, რომ ვინმე იტყუება, უბრალოდ პატარ-პატარა რაღაცები გვავიწყდება ხოლმე. მაგალითად, ზეთი, რომლითაც საჭმელს ვამზადებთ. ყავა, რომელშიც შაქარი და ნაღებია ჩამატებული, ან ერთი მუჭა თხილეული. ასეთი რაღაცები ემატება ერთმანეთს და დღის ბოლოს აღმოჩნდება, რომ ისე გადასტი კალორიების ნორმას ვერც კი გაიგო. ამ ყველაფრის თავიდან ასაცილებლად შეგიძლია შეზღუდვა დაუწესო საკუთარ თავს, რომ წინასწარ დაგეგმილი კვებების გარდა არაფერს შეჭამ. ასევე შეგიძლია საკვების აღრიცხვა დაიწყო. მაგალითად, უბრალოდ ნოუთებში ჩაიწერო, რას ჭამ დღის განმავლობაში, ან სურათები გადავუღო, ან ყველაზე კარგ შემთხვევაში აწონო საჭმელი და დაითვალო კალორიები. მეორე მიზეზი, რატომაც შეიძლება გეგონოს, რომ ცოტა სჭამ, მაგრამ წონას მაინც იმატებ, არის მაღალკალორიული დაბალი მოცულობის საჭმელი. ჩვეულებრივი ადამიანები საკვების რაოდენობას განსაზღვრავენ მისი მოცულობით. ანუ უბრალოდ შეხედავენ თებში და თუ თებში სავსეა იტყვიან, რომ ბევრი საჭმელია. ეს ლოგიკურიცაა, სხვანაირად რაოდენობა როგორ უნდა გაიგო. მაგრამ სინამდვილეში, როცა საქმე კვებას ეხება, ჩვენ საკვების ენერგეტიკული ღირებულება უფრო გვაინტერესებს, ვიდრე მისი მოცულობა. იმიტომ რომ შეიძლება ერთი შეხედვით საკვები ძალიან ბევრი იყოს, მაგრამ ცოტა კალორიას შეიცავდეს და პირიქით ძალიან პატარა პორციებში ასობით კალორია შედიოდეს. მაგალითად, ერთი სუფრის კოვზი ზეთი შეიცავს დაახლოებით 120 კალორიას. ერთი სუფრის კოვზი ზეთი არაფერი არ არის, კიდ რამე შეწვი ან სალატს მოასხი, ამ რაოდენობით დანაყრებაში განსხვავებას დიდად ვერ იგრძნო. მაგრამ იგივე 120 კალორიის მიღება შეგიძლია დაახლოებით 400 გრამი საღამთროსგან, 350 გრამი ბროკოლისგან და 360 გრამი მარცვლისგან. ან როცა ამბობ, რომ ბევრს არაფერს სჭამ და წონას მაინც იმატებ, დიდი ალბათობით შენი რაციონი ისეთი საკვებისგან შედგება, რომელიც მოცულობით პატარაა, მაგრამ კალორიებით ძალიან ბევრი. ყველაზე ხშირად ეს სალათების შემთხვევაში ხდება ხოლმე, იმიტომ რომ ძალიან ბევრისთვის სალათები ჯანსაღ ცხოვრებასთან და დიეტასთან ასოცირდება. მაგრამ სულ ცოტა ზეთის დასაწევრის დამატებითაც კი, შეგვიძლია დაბალკალორიულ სალატს დავუმატოთ 200-300 კალორია. ეს თუ არის შეიძლება გეგონოს, რომ ცოტა სჭამ, მაგრამ სასწორზე ეს არ აისახება. ასე რომ არ მოხდეს, საკვების ენერგეტიკულ ღირებულებას უფრო მეტი ყურადღება უნდა მიექციო, ვიდრე მის მოცულობას. ამის გაკეთება შეგიძლია საკვების შემადგენლობის წაკითხვით დაიწყო. ახლა გადავიდეთ იმ შემთხვევებზე, როცა ადამიანი მართლა კალორიულ დეფიციტშია, კალორიებსაც სწორად ითვლის, არაფერი არ ეშლება, მაგრამ წონას მაინც ვერ იკლებს ან პირიქით იმატებს. ყოველთვის უნდა გვახსოვდეს, რომ ჩვენი ორგანიზმი მრავალი სხვადასხვა ქსოვილისგან და ნივთიერებისგან შედგება. წონის დაკლებისას მთელი ყურადღება ცხიმზე გვაქვს ხოლმე გადატანილი, მაგრამ კუნთს და წყალსაც ძალიან დიდი გავლენა აქვს მთლიანი წონის ცვლილებაზე. დიეტასთან ერთად ბევრი ვარჯიშსაც იწყებს ხოლმე. რაც იმას ნიშნავს, რომ ცხიმის დაკლებასთან ერთად ბევრი კუნთსაც მოიმატებს. ანუ შეიძლება წონა უცვლელი დარჩეს, მაგრამ ეს იმას არ ნიშნავს, რომ პროგრესი არ გაქვს. წყალიც ვახსენეთ და ესეც ძალიან მნიშვნელოვანი ფაქტორია, იმიტომ რომ წყლის ცვლილება განაგებს შენი ყოველდღიური წონის ცვლილების უმეტესობას. ზუსტად წყლის გამოა, რომ ერთ დღეს შეიძლება 70 კილო იყო, მეორე დღეს 71, მესამე დღეს 79 და 500 და ასე შემდეგ. ამ ცვლილებებს ყურადღება არ უნდა მიაქციო, იმიტომ რომ აქ კუნთის და ცხიმის მომატება ან დაკლება დიდი ალბათობით არაფერ შუაშია და უბრალოდ წყლის ცვლილება არის.
ყოველდღიურად აწონა და წონის ჩაწერა კარგი იდეა, მაგრამ წონას უნდა დააკვირდე კვირების და თვეების განმავლობაში. იმიტომ რომ შეიძლება ყოველდღიური წონის ცვლილება ქაოტური იყოს, მაგრამ საერთო ჯამში წონას მაინც იკლებდი. კიდევ ერთი რაღაც, რაც წყალთან დაკავშირებით უნდა იცოდე, არის რომ ხანგრძლივი დიეტების დროს ან ნებისმიერი გადაღლის ან სტრესის პერიოდებში ადამიანის ორგანიზმი ზედმეტ წყალს იკავებს. თუ ზედმეტად მკაცრ დიეტას მიყვები ან აგრესიულ დეფიციტში ხარ, შეიძლება გადაღლილი იყოს ორგანიზმი და ამის გამო კანქვეშ წყალს იგროვებდე და იმაზე მსუქანი ჩანდე, ვიდრე სინამდვილეში ხარ. ამის თავიდან ასწრილებლად პირველ რიგში ექსტრემალური დიეტები არ დაიწყოთ, მაგრამ თუ უკვე ამ მდგომარეობაში ხართ, ყველაზე კარგი გადაწყვეტილება დასვენება და დიეტის გაჩერება. და ბოლოს მეოთხე და ერთ-ერთი ყველაზე რთულად შესამჩნევი მიზეზი, რატომაც შეიძლება ცოტას ჭამდე, მაგრამ წონას მაინც ვერ იკლებდე, არის არასავარჯიშო აქტივობის თერმოგენეზის შემცირება. როგორც ვიცით, წონის დასაკლებად საჭიროა იმაზე ნაკლები კალორიების მიღება, ვიდრე ვხარჯავთ. მიღებული ნაწილი მარტივია, ეს არის სასმელიდან და საკვებიდან მიღებული კალორიები, მაგრამ დახარჯული კალორიები რამოდენიმე ნაწილად იყოფა და ერთ-ერთი არის არასავარჯიშო აქტივობის თერმოგენეზი. ეს არის ის ენერგია, რომელსაც ადამიანი ხარჯავს ყოველდღიური აქტივობისას, როგორც არის სიარული, დგომა, ჯდომა, გაუცნობიერებელი ფეხის თამაში და ასე შემდეგ. მოკლედ, ყველა ის მოძრაობა, რომელიც ვარჯიში არ არის. დიეტის დროს ორგანიზმი გრძნობს, რომ საკმარისი ენერგია საჭმელიდან არ მიეზოდება და გადარჩენის მიზნით შენგან გაუცნობიერებლად ამცირებს იმ პატარა მოძრაობებს, რომლებსაც მანამდე აკეთებდი. მაგალითად, მეტროში დგომის მაგივრად დაждდები. ტივების მაგივრად ლიფტს გამოიყენებ და ასეთი პატარ-პატარა გადაწყვეტილებებით დღის განმავლობაში დახარჯული კალორიების რაოდენობა შემცირდება. ის შეიძლება მართლანაკლებს ჭამდე, მაგრამ თუ ამავდროულად დახარჯული ენერგიის რაოდენობამაც მოიკლო, კალორიულ დეფიციტში აღარ იქნები და წონასაც ვეღარ დაიკლებ. ამიტომ ნებისმიერი დიეტის დროს ყოველდღიურად რაღაც რაოდენობის ნაბიჯების გავლა კარგი იდეაა. ეს დაგაზღვევს იმ სიზარმაცისგან, რომელიც კალორიულ დეფიციტს მოჰყვება. საბოლოო ჯამში ეს ყველაფერი შეიძლება ძალიან მარტივ რჩევებად ჩამოვაყალიბოთ. თუ დიეტაზე ხარ და წონას ვერ იკლებ ან იმატებ, პირველ რიგში გადაამოწმე მართლა ხარ თუ არა კალორიულ დეფიციტში. ამის გაკეთება შეგიძლია კალორიების დაცვით ან უბრალოდ კვებაზე მეტი ყურადღების მიქცევით. თუ ხარ კალორიულ დეფიციტში და წონას მაინც ვერ იკლებ, მაშინ დიდი ალბათობით შენი ორგანიზმი ზედმეტად გადაღლილია და წყალს იკავებს. ამ შემთხვევაში შეგიძლია ერთი კვირა ან მეტი დაისვენო დიეტისგან და წონის შენარჩუნებაც ადო. და ბოლოს თუ ნაკლებს ჭამ და მაინც ვერ იკლებ, კარგად დააკვირდი შენს თავს, გაუცნობიერებლად ხომ არ გაზარმაცდი და ფიზიკური აქტივობა ხომ არ დაგაგობა. ამ ვიდეოსთვის სულ ეს არის, დაალაიქეთ თუ მოგეწონა და გამოიწერე არხი, რომ შემდეგი არ გამოტოვო.